საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე საქართველოს მოქალაქე ნუგზარ ჯაყელის საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ დააკმაყოფილა. სადავო ნორმის თანახმად პირს ჰქონდა საკუთარ გვართან მხოლოდ მეუღლის გვარის შეერთების უფლება, რაც მოსარჩელეს ართმევდა შესაძლებლობას საკუთარი და ბებიის გვარის შეერთების შედეგად მიღებული გვარი ეტარებინა. საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის 64 მუხლის მე-4 პუნქტის სიტყვა მეუღლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გვარის შეცვლის შესაძლებლობას გამორიცხავდა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი გოცირიძე, რომელიც ნუგზარ ჯაყელის უფლებებს იცავდა, აღნიშნავს, რომ ამიერიდან მოქალაქეებს ბებიის გვარის ტარება თავისუფლად შეეძლებათ. იურისტის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეს მხოლოდ 2 გვარის ტარების უფლება აქვს. რეალურად ამ შეზღუდვას მხოლოდ ტრადიციით ამართლებდა და საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა ის, რომ უბრალოდ ეს ტრადიცია არ არის საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ ადამიანს შეუზღუდო კონსტიტუციის მე-16 მუხლით აღიარებული უფლება. 3, 4 და უფრო მეტი გვარის ტარება არის აკრძალული, ვინაიდან ეს გაართულებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის იდენტიფიცირებას.